სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. ჩვენ უკვე ორჯერ თქვით, რომ 1910 წლის შემდეგ ქართული ახალი თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში იწყება განსხვავებული საფეხური, განსხვავებული ხანა. და დაკავშირებული არის ეს მაშინ ახალგაზრდა მხატვრების ერთი დასის გამოსვლასთან. რაში მდგომარეობდა ახლა პრინციპული სიახლე, რომ ეს იყო ნიჭიერი ადამიანების მთელი ჯგუფი, ეს ერთი საქმეა. მაგრამ მართლაც არის ერთი განსხვავებული რამ და თავი აქ ის არის, როგორ გაიაზრებენ ეს ახალგაზრდები თავისი მოღვაწეობის შინაარს. ეს აღარ არის მათთვის უბრალოდ ხატვა, ან უბრალოდ ქართული ხელოვნების შეყვანა ევროპულ ოჯახში, როგორც ეს იყო თქვათ გიგო გაბაშვილისთვის. მათთვის ეს არის სწორედ ეროვნული შემოქმედების დამკვიდრება. და ეს არ არის მხოლოდ სახვით ხელოვნებაში, მაგალითად, ცოტათი მოგვიანებით 1910-იან წლების ბოლოს 20-იან წლებში დაახლოებით ამ კალაპოტში აზროვნებს თქვათ სანდრო ახმეტელი და უყიჟინებს წინა თაობას ქართველი რეჟისორების განსაკუთრებით და მსახიობებისას, რომ ისინი რუსული თეატრის ასლს აკეთებენ. ალბათ ეს იყო გადაჭარბებული შეფასება, მე მხოლოდ სულისკვეთებას მოგახსენებთ, ახლა სინამდვილე რა იყო, ბოლოს და ბოლოს ჩემი საქმე არ არის. ჩვენ ისიც ვთქვით, რომ სინამდვილეში იგივე გიგო გაბაშვილი მთლად ის არ არის, რაც რუსული ან გინდათ გერმანული მხატვრობა. საგულისხმოა, რომ 1910-იან წლებში მოსე თოიძესთანაც თქვენ ნახავთ საუბარს ეროვნულ ხელოვნებაზე და წერილის კი აქვს ასეთი ეროვნული შემოქმედების შესახებ და ძალიან საგულისხმოა, რომ ეროვნულთან დაკავშირებით ჩნდება სწორედ როგორც მნიშვნელოვანი, ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და გარკვეული თვალსაჩინო სანიმუშო მოვლენა ნიკო ფიროსმანიშვილის შემოქმედება. რომ მოგახსენებდით, რომ გადაკვეთა მოხდა მეთქი. სწორედ ეს იყო რასაც აკეთებდა ფიროსმანი, აღმოჩნდა ახლოს მათ ძიებებთან, თუმცა სათავე ამ ძიებებისა სხვა იყო, ვიდრე ამოსავალი ფიროსმანის მუშაობის. ახლა რაკიღა აქ საქმე არის სწორედ ხელოვნების ეროვნულობა, შემოქმედების ეროვნულობა, უნდა ითქვას ისიც, რომ თავისთავად თვისებას ეროვნულობისას სხვა დაფასება მიეცა ამ ხანაში. არა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაინც და მაინც. ამგვარი შეტრიალება, შებრუნება სადღაც მე-18 საუკუნის ბოლოსდან არის უკვე, მაგალითად, გერმანული ეგრეთ წოდებული შტურმ und დრანგის მწერლებთან. აქ ალბათ ნიშანს ვეტად შეიძლება აიღოს ადამიანმა იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ცნობილი წერილი სტრასბურგის ტაძრის შესახებ, სრულებით ახალგაზრდა კაცი წერს ამას და იოჰან გოთფრიდ ფონ ჰერდერის თეორია, სადაც ყოველგვარი ღირებული შემოქმედების საფუძვლად განიხილება ხალხური ეროვნული შემოქმედება. და არა რაღაცა ამა თუ იმ ერისთვის უცხო, გინდაც დიდებული, მაგრამ მაინც უცხო სხვა წარმომავლობის, სხვა კულტურაში აღმოცენებული შემოქმედების წაბაძვა. რა თქმა უნდა, არც ერთი და არც მეორე და საერთოდ ვინმე იმას კი არ ამბობდა, რომ არ წავიკითხოთ ჰომეროსი და იქ არ ვიცი, შექსპირი. პირიქით ყველაფერსაც კითხულობდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ უბრალოდ გახდე მონა სხვისი, როგორც ნიმუშის, როგორც ეტალონის, რომელიც სულ ბევრი უნდა გადმოთარგმნო შენს ენაზე, ეს არ არის სწორი, ეს არ იძლევა შედეგს. მე-19 საუკუნეში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში შეიძლება ითქვას, ერთმნიშვნელოვანი დებულება იყო, რომ ღირებული შემოქმედება აუცილებლად ეროვნული ნიშნის მატარებელი შემოქმედება უნდა იყოს. რა არის ახლა ეს თეორია? რატომ მოხდა ეს ასე? საქმე ის არის, რომ დღეს მაგალითად თვლიან, რომ საზოგადოდ ერები წარმოიქმნა მე-19 საუკუნეში. ახლა სინამდვილეში აქ ალბათ საუბარი იმაზე უნდა იყოს, ვის ერი როგორ ესმის. აი ამ დღევანდელ თეორეტიკოსებს, ეგრეთ წოდებულ ლიბერალ თუ პროგრესის თეორეტიკოსებს, ერი ფაქტიურად ესმით, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ეს ალბათ არის პოზიტივიზმის კიდევ ერთი
რედაქცია, რადგანაც პოზიტივიზმი ყოველთვის ცდილობს ყველაფერი დაიყვანოს რაღაცა ძალიან ხელშესახებზე. ახლა ერი თავისთავად ხელშესახები არ არის. უფრო ზუსტად თუ გინდა რომ ის ხელშესახები გახდეს, მატერიალურად ხელშესახები, მაშინ მიდიხარ ან ბიოლოგიასთან და ძალიან მწარეთ იწვნია ეს კაცობრიობამ მე-20 საუკუნეში, რა გამოდის, როცა ამ გზით მიდიხარ და მიიღებ საკონცენტრაციო ბანაკებს. ან კიდევ უნდა მიხვიდე სახელმწიფოსთან და სახელმწიფო ხის სტრუქტურასთან. დღევანდელ ამ თეორეტიკოსებს სახელმწიფოს ერთი ფორმა აქვთ ეროვნული არსებობის საფუძვლად აღიარებული, ეს არის არჩევითი დემოკრატია, თეორიულად აღიარებული თანასწორობით, რა თქმა უნდა, არაფერი თანასწორობა არ არსებულა არც დროს და დარწმუნებული ვარ, რომ არც იარსებებს, ერთადერთი თანასწორობა უფლის წინაშე არსებობს და სოციალურად ეს უბრალოდ შეუძლებელია, ან ტყუილია, ან თავისმოტყუილება. უნდა იყოს სწრაფვა სამართლიანობისკენ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ადამიანმა დაისახოს რაიმე იდეალად, რომ ვიღაც დაჩაგრული იყოს და ვიღაცა კიდევ გაპარპაშებული. რა თქმა უნდა, არა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ ზღურული იდეალი და მისი განხორციელება შეუძლებელია, სანამ მართული და მართველი არსებობს, თანასწორობა არ იქნება. უნდათ ეს თუ არ უნდათ ადამიანებს, მაინც ასე. როდესაც შენ რაღაცა ერთ სახელმწიფოებრივ ფორმას აცხადებს სხვა რაღაცის პირობად, ეს რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. მით უმეტეს რომ თვითონვე წერენ, რომ ამგვარი ერები, მათი გაგებით ერები, ვერ ყალიბდება, თუ მანამდე არ არსებულა კულტურული ერთობა. ანუ სინამდვილეში ისინი თვითონვე ნებურად აღიარებენ, რომ მათ მიერ ერად დარქმეული ერთობა არის ფორმა რაღაცა ხვის, რაც მანამდე უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს. შეიძლება ხელოვნურად შექმნა, ამასაც ამბობენ და ეს მართლაც არ არის შეუძლებელი, ასეთი ერთობები, მაგრამ ისინი მყარი არ არის. ეს ძალიან კარგად აჩვენა ჩეხოსლოვაკიამ და ყველაზე კომიკური ის არის, რომ 19 საუკუნეში თავს იკლავდნენ სლოვაკები, ჩეხებს უნდა გაუერთიანდნენ და უნგრელებთან ყოფნა არ გვინდაო და როცა ეს მოხდა, რატომღაც ისეთი დაპირისპირება გაჩნდა, რომ ერთად ვერ იარსებეს. მე მართალი გიხარ, შორიდან ვერ ხვდები რა შეასახმე, მაგრამ ფაქტია. ასევე დაიშალა ოდესღაც კულტურულად რომ გაითიშა ერთი სერბი ხალხი. და ვინ წავიდა ევროპისკენ, იმიტომ რომ ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში აღმოჩნდა, ვინ აღმოსავლეთისკენ, იმიტომ რომ თურქეთში აღმოჩნდა და გამაჰმადიან და ვინ იქვე თურქეთში, მაგრამ მართლმადიდებლობა შეინარჩუნა. და ერთი ენა აქვთ არსებითად, მაგრამ იმდენად კულტურულად განსხვავდნენ და ეტყობა ცნობიერებაც იმდენად გარდაისახა ერთობებისა, რომ ისინი ვეღარ არიან ერთად. იგივე ასევე რაღაცა პირობებით, რომელიც ალბათ კვლევას მოითხოვს, ან შეიძლება ნაკლებია, უბრალოდ მე არ ვიცი. ასევე ოდესღაც ძალიან ერთმანეთის მონათესავე და ძალიან ერთად მყოფი რაღაცა დროს ფაქტიურად ერთ სახელმწიფოდ არსებული, ხომ? უკრაინელები, ბელორუსები, პოლონელები, რუსები, ეს არის ნამდვილად სრულებით განსხვავებული ერები. არ ელანდებათ უკრაინელებს, რომ ისინი არიან სხვანი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახელმწიფოებრიობა ნამდვილად კიევში დაიბადა, ხო? რომელიც მემკვიდრეც არის დღევანდელი მოსკოვური ხელისუფლება. მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინელი დღეს არ არის რუსი, ეს მართლა სხვა ხალხია, მათ სხვა ცნობიერება აქვს. აკიმავ, მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, მაგრამ ეს არის ფაქტი. მაგრამ ეს არ მოხდა ისე, რომ უკრაინელს თავისი სახელმწიფო ჰქონდა. სახელმწიფომ არ შექმნა ეს სხვაობა. სხვა რაღაცამ შექმნა. პირველ ყოვლისა ცნობიერ კულტურულ. ანუ ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის არაერთხელ უკვე გვისაუბრია ამ ჩვენს ციკლშიც, იმაზე რომ პირადად ჩემთვის ერი არის პირველ ყოვლისა სულიერ კულტურული წარმონაქმნი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ კულტურა ჩნდება რაღაცა ეთნოსთან კავშირში, ყალიბდება, მაგრამ შემდეგ, როცა ის უკვე ასე თუ ისე მოღონიერებული და სახელმწიფოებულია, მას აქვს თვისება შეისრუტოს სხვა ეთნიკური ელემენტები და ზოგჯერ ეს პიროვნულ ნიადაგზე, მკაცრად პიროვნულ საფეხურზეც კი ხდება, პიროვნებათა დონეზე, არა უბრალოდ თქვათ რაღაცა ტომის შემოდინების სხვა ეროვნულ ტერიტორიაზე. რაც აგრეთვე ხდება ჩვენ პატარა ქვეყანაში გვაქვს ამის განსაცვიფრებელი მაგალითები, გაქართველებული უკრაინელები და რუსები მაგალითად ქართლში და გურიაში, ხომ? გასაოცარი რამ არის, რომელთაც მეხსიერებაც კი აღარ აქვთ, რომ სხვანია და მართლა არ არიან სხვანი. ისინი არ არიან მატარებლები იმ ხვის, ისინი მატარებლები არიან ჩვენის. ძალიან კარგი მაგალითია და ყოველთვის მომყავს ეს ჩემთვის განსაცვიფრებელი
19 საუკუნეში ალბათ იტყოდნენ გასაშტერებელი მაგალითი. ფრედერიკ შოპენის, რომელსაც ფრანგი მამა ყავდა და პოლონელი დედა, ის მიდის ემიგრაციაში, რაკეღა რუსებს ვერ შეეწყო, პარიზში ცხოვრობს ფრანგული გვარით. და ყველა მას აღიქვამს როგორც პოლონელს და არა როგორც ფრანგს. მიუხედავად იმისა, რომ ის ლაპარაკობს ფრანგულად, ისევე როგორც ფრანგები, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს ორი ენა ბავშვობიდანვე იცოდა, ხომ? და აზრად არავის მოსდის, რომ ის ფრანგია. ყველა მას პოლონელად პოლონური ემიგრაციის ნაწილად აღიქვამს. რას ნიშნავს ეს? არ არის ძალიან უცნაური, მაგრამ იყო სხვა. ასე რომ ერი არ დაიყვანება მარტო ბიოლოგიაზე, ისევე როგორც არ შეიძლება მისი მთლიანად გათიშვა ბიოლოგიისგან. ეს უფრო რთული რამ არის. აკი ამბობ, ეს არის ოდესღაც ეთნიკური საფუძველის მქონე წარმონაქმნი რაღაც ეტაპზე და შემდეგ უკვე ის უფრო რთული ხდება, ვიდრე უბრალოდ ეთნიკურთან გაიგივება. აი მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ოდესმე ამაზე დაფიქრდებიან, ამ ხრივ ებრაელობის საკითხი ევროპაში, ხო? არის რაღაცა ნაწილი ებრაელობისა გერმანიაში, რუსეთში, პოლონეთში, სადაც გნებავთ, რომელიც მთლიანად გახდა იმ კულტურის ნაწილი, იმდენად რომ ის თავს აღარ განასხვავებს მისგან. და არის რაღაცა ნაწილი, რომელიც არ შედის იმ კულტურებში. ისევ და ისევ მე არ ვიცი ეს რის საფუძველზე ხდება, მაგრამ ეს ფაქტია. ეს შეიძლება ინახოს საკმარისად მარტივად, თუნდაც რომ შეადაროს კაცმა ნაწერები, თქვათ, ბორის პასტერნაკის და ებრაული წარმომავლობის სხვა მწერლების. ან მაგალითად კავერინის, რომელიც ებრაელი იყო და აბსოლუტურად არაფერი იქ არ არის სპეციფიკური. ის სრულებით არ ფიქრობს იმაზე, რომ არის სხვა. და რომელიღაცა ერენბურგი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მანდელშტამი. ძალიანაც კარგად ფიქრობენ, რომ ისინი სხვანი არიან, თუმცა რუსი მწერლები არიან, ახლა ენას რო შესანიშნავად ფლობენ და ნიჭიერები არიან, ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ მათი ცნობიერება მაინც არ არის გადაქცეული რუსულ ცნობიერებად, იმ შემთხვევაში არის. ეს ძალიან რთული ამბებია, მაგრამ მათ აუცილებლად ჭირდება დაკვირვება და ჭირდება გააზრება იმისათვის, რომ რაღაცა უბედურებები კვლავ არ გამეორდეს, ან რომ მოწესრიგდეს ამ ერთ ქვეყანაში ცხოვრების სხვადასხვა ეთნიკური ერთეულების ურთიერთობა და მათ იცოდნენ რის საფუძველზე უნდა ხდებოდეს მათი შეთანახმიერება. ახლა დაუსახო ვიღაცას მიზნად რომ შენ უნდა დაკარგო შენი თავიო, ეს არ გამოდის, ეს იქნება ძალმომრეობა, რომელიც უბედურების მეც არაფერს მოიტანს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი პროცესები რომ არსებობს და შესაძლებელია მოხდეს, როგორც ძალიან კარგად მოიფიქრა ალექსანდრ სოლჟენიცინმა, სულიერი ასიმილაცია და ეს ვიღაცის თავს მოხდება და გვერდით იქნება ვიღაცა, ვინც ეს ასიმილირება არ განიცადა, ეს უნდა ვიცოდეთ. იმისათვის რომ რაღაცა მოვლენები უფრო საღად და უფრო შვიდად შევაფასოთ. ჩვენ ძალიან გვაკლია ჩვენ საკუთარ ქვეყანაშიც და ამ საკითხებშიც ძალიან გვაკლია სიმშვიდე. ჩვენ რაღაცა ფეთებაში ვართ მუდამ. აბსოლუტურად გაუგებარი ჩვენი ტრადიციისთვის სრულებით მიუღებელი ეთნოცენტრიზმიდან, რომელიც ივიწყებს აი ამ სრულ რაღაცებს, მეორე უკიდურესობისკენ, რომელიც საერთოდ არ აღიარებს არაფერს ეროვნულს. ახლა საქმეც ის არის, რომ კითხვათა კითხვა არის. კი ბატონო, ვიღაცამ თქვა, რომ ეროვნული მნიშვნელოვანია და ახლა იმას დაუბრუნდები, რა თქმა უნდა. არსებობს თუ არა საერთოდ ეს ეროვნული თვისება, არსებობს თუ არა ეროვნულობა კულტურაში და რას ნიშნავს ეს. ზოგიერთ მგონი, ასე გონია და მიაჩნია, რომ ყველა ერს თავისი ჭეშმარიტება აქვს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მათემატიკა, ფიზიკა და ასტრონომია არ შეიცვლება იმის მიხედვით, ხართ თქვენ იაპონელები, იაკუტები თუ ავსტრალიელი აბორიგენები. რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. თუმცა ესეთი ტენდენცია ნამდვილად არის და იწყება ახლა, რომ გაუფრთხილდეთ ტრადიციას. მაგალითად, რომელიღაცა წესშვეულება, სადღაც ბალის კუნძულზე და კი არავინ კითხულობს, ეს წესშვეულება ჭეშმარიტი კი არის? მაშინ რატომ არ ვუფრთხილდები, თქვათ, კაციჭამეობას? ესეც ხო ვიღაცის ტრადიციაა. მოდი ახლა დავიწყოთ იმის დაცვა. თუმცა ამას წავიკითხე ერთი ინდოელი ქრისტიანის წიგნში, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორანტი არ თქვა დაინდო, სახელი არ გაგვიმხილა, აღშფოთებას გამოთქვამდა თურმე იმით, რომ ერთ-ერთი ინგლისელი მისიონერი გამოვიდა თაოსთან და შემდეგ დაუჭირეს მხარი თვითონ ინდოელმა მოღვაწეებმაც, რომ აკრძალულიყო ბენგალიაში ქვრივი ქალების დაწვა. იქ წესი იყო ასეთი, რომ ქალი რომ დაქვრივდებოდა, თავის ქმარს უნდა წაყოლოდა საიქიოში. და როგორ ჩაერივნენ მათ ადგილობრივ და ავთენტურ კულტურაშიო.
აი აქამდე მივდივართ, რომ ჩვეულებრივი ზნეობის კატეგორიებს ვკარგავთ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ შეიძლება. ჭეშმარიტება, მაგრამ რატომ არსებობს მათემატიკური, ფიზიკური და ასე შემდეგ სხვადასხვა სკოლები? მარტო იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა ადგილზე არიან? ალბათ მაინც არა. იმიტომ რომ თუ თავისთავად მათემატიკა და ფიზიკა ერთი და იგივეა, მკეთებელი ამ ფიზიკისა და მათემატიკისა ერთნაირი არ არის. და იმის და მიხედვით თუ რომელი კულტურის შვილია ის, მე ჰუმანიტარ მეცნიერებაზე შემიძლია დაბეჭდია თქვა, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ იმ მეცნიერებებშიც რაღაც სხვა არის ტემპერამენტი, ხასიათი, კულტურული ტრადიცია განსაზღვრავს რაღაცა სხვანაირ მუშაობას. იმიტომ კი არა რომ ეს მათემატიკა სხვა გახდა, მაგრამ მისდამი დამოკიდებულებაა სხვა და შედეგიც სხვა გამოდის ამიტომ. სხვა საკითხებზე, სხვა წრეზე ნახულდება ყურადღება, ვიღაცა უფრო პრაქტიკულისკენ წავა, ვიღაცა სრულებით განყენებულ ფილოსოფიურისკენ. ეს კულტურიდან ხდება, კულტურის რაგვარობიდან, კულტურული ნიადაგის მიერ არის განსაზღვრული. და თუ კი ეს ასეა ამ უზოგადეს მეცნიერებებში, მით უმეტეს ასეა ეს შემოქმედების სხვა დარგებში, ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ძალიან საინტერესო არის ხოლმე შეხედო სხვადასხვა ქვეყანაში დაწერილი ნაშრომის სკოლიოებს. ახლა შედარებით ბოლო აწლეულებში რაღაცა გაერთმნიშვნელოვნება მაინც მოხდა. მაგრამ ძალიან დიდი ხნის, მაგრამ ახლაც მიუხედავად ამისა, ძალიან განსხვავებულად გამოიყურება სკოლიოები, თქვათ, ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში დაწერილი ნაშრომების. გერმანული ნაშრომები, ეს არის ნახევარი ტექსტი არის სკოლიო, უზარმაზარი, უსაზღვრო და გაუთავებელი ბიბლიოგრაფიებით. სულ არ იწუხებს ამისთვის თავს არც ფრანგი და არც ინგლისელი, მან შეიძლება დაიმოწმოს რომელიღაცა სამი წყარო და გაათავოს. გაცილებით უფრო მეჩხერად იმოწმებენ ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი ავტორები სხვაენოვან ნაშრომებს. ახლა სულთად არ იმოწმებენ კი ვერ ვიტყვი, მაგრამ გაცილებით ნაკლებად. გერმანელი თავს მოვალეთთვის რაღაცა წარმოუდგენელ ენაზე სადღაც გადასაკარგავში დაწერილი ნაშრომი მოიპოვოს და რაღაცანაირად მასში გაერკვეს. აი ამერიკელი სრულებით მარტივად კმაყოფილდება იმით, რაც ინგლისურად არსებობს. ნუ რაღაცას ახლა იტალიურს დავუშვათ თუ რენესანსის ხელოვნებაზე წერს ორ წელს დაიკითხავს, მაგრამ ძირითადად ექნება ინგლისურენოვანი. ეს არ არის არც კარგი, არც ცუდი, ეს არის სხვადასხვა დამოკიდებულება ამ ადამიანებისადმი. ხრიდან იმ საქმისადმი, რომელსაც აკეთებენ. ეს ბრიტანელია თუ ფრანგია, მას პირველ ყოვლისა სურს გაგვაცნოს თავისი მოსაზრება, ის როგორ ხედავს. გერმანელი ფიქრობს, რომ ეს ასე არ შეიძლება. სრულებით განსხვავებული არის მსჯელობის წესი. არაჩვეულებრივად საინტერესოა. მოცულობას რომ დააკვირდეს კაცი, იგივე გერმანელებთან ყველაფერი არის უზარმაზარი. ეს ასეთი ანეკდოტი იყო ოდესღაც, რომ წერდნენ წიგნებს სპილოებზე და ამერიკელებმა დაწერესო რაღაც 20 გვერდიანი ბროშურა, რომელსაც ერქვა ყველაფერი სპილოების შესახებ და გერმანელებმა დაწერესო ბევრი ტომი, რომელსაც ერქვა სპილოთ მცოდნეობის შესავალი. ხლა ეს სასაცილო და სალაღობო კი არის, მაგრამ ეს მართლაც ასახავს აზროვნების სტილს. გერმანელის ტექსტი ძალიან ხშირად ეს არის ტრიალი, ერთსა და აი დებულებად ირქვა, ხო? ერთი მხრიდან მოგაწოდოთ. მერე იწყება მისი შემოვლა სხვადასხვა მხრიდან და ხა არა გერმანელი მკითხველი მერე ფიქრობს, მერთო რას მერჩის ეს კაცი გავიგე უკვე რას ფიქრობს. რატომ მელაპარაკება ერთსა და იმას, მაგრამ გერმანელისთვის ეს ერთი და იგივე არ არის. მან უნდა მოსინჯოს კიდევ ვერ ისვენებს მისი აზრი, სულ რაღაცა უტრიალებს იმ საგნებს, რომელზედაც მსჯელობს. ჩვენ ასე არ შეგვიძლია ნამდვილად ეს შეგვიძლია დავადასტურო საკუთარი ვთქვათ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი წერის პრაქტიკიდან რაღაცა რომ დაიწერა, აი კი ვიცი რომ შეიძლება კიდევ სხვანაირადაც დასაბუთდეს, მაგრამ ფიქრობ, ნუ კარგი, ახლა ან მე რატო უნდა ვიწვალო, ან იმ ჩემ მკითხველთან რას ვემართლები, ნუ დავანებებ თავს და ხო ვუთხარი, დამეთანხმება, არ დამეთანხმება. ღმერთმა შვიდობა მისცეს, რა ვქნა ახლა? ეს არის სხვადასხვა სტილი, მე არ ვიცი ამაში რომელია კარგი. ახლა მე ჩვენი უფრო მეახლოვება, თუმცა გერმანული ძალიან მომწონს, მაგრამ მეახლოვება ჩვენი რასაკვირველია. ვფიქრობ, რომ სრულებით თვალსაჩინო არის ეროვნულობა ხელოვნებაშიც. როდესაც ამაზე კამათობენ და იწყება ლაპარაკი, რომ ეს არ არსებობს, სულ მინდა ხოლმე ვიყვი, რომ ხალხნობა მე როგორ ვასხოვებ ერთმანეთს გერმანულს და ფრანგულს. არც ფრანგი ვარ, არც გერმანელი, შორიდან ვუყურებ, აგერ
რა ვიცი, რამდენი 1000 კილომეტრიდან და მე ვასხოვებ და თქვენ რა დაგემართათ? ხო, შეიძლება იყოს ადამიანი ფრანგული გვარით და იყოს გერმანელი. არის ასეთი ორი გერმანელი მწერალი, ერთი ფრანგული წარმომავლობის შორეული დელამოთ ფუკე, რომელიც არის გერმანული რომანტიკული პროზის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითის უნდინეს ავტორი და მეორე სულთლად ფრანგი. საფრანგეთში დაბადებული, მაგრამ გერმანიაში გაზრდილი და მწერლად და ადამიანად ჩამოყალიბებული, ადალბერტ ფონ შამისონ, დე შამისონ, რა თქმა უნდა იყოს, რომელიც ემიგრანტების შვილი იყო, დიდი რევოლუციის დროს გამოიხსენ მისი მშობლები გერმანიაში და დაბრუნდა კიდეც საფრანგეთში და ვერ გაჩერდა იქ. ვერ გაჩერდა, ვერ იცხოვრა. გამობრუნდა და ბერლინში გააგრძელა ცხოვრება და მანაც დაწერა გერმანული რომანტიკული პროზის კიდევ ერთი ცნობილი შედევრი, პეტერ შლემილის საკვირველი თავგადასავალი. მართლაც მშვენიერი სავსებით გერმანული და აბსოლუტურად არა ფრანგული ზღაპარი. ეს შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ადამიანი იმ კულტურის ნაწილია, თუ გერმანულის, თუ ფრანგულის, ის სხვა რამეს ქმნის. კიდევ ვამბობ, ეს არ არის აუცილებლად ეთნიკური, მაგრამ რაღაც წილად ეთნიკური საწყისი იქ უნდა იყოს. ამ ხრივ უეთნოსო კულტურა, ბიზანტიას არ ერქვა ხომ, ისინი ხომ თავს ასე არ ეძახდნენ, რომაებს ეძახდნენ თავს, მაგრამ ბერძნულად ლაპარაკობდნენ. იქ უკვე მერე ისეთი ეთნიკური ნაზავია, რაღაც აჯებსანდალი, რომ კაცი ვერ გაიგებს ვინ არის, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კულტურული ძირი ყველაფერ ამისა ელინური კულტურა და რომაული სამართალი, აი ამ ორზე დგას. კულტურულად ეს არის ბერძნული კულტურა, რა თქმა უნდა. უიმისოდ ვერ წარმოიდგენ ვერც ბიზანტიის არქიტექტურას, ვერც მწერლობას, ვერც მხატვრობას, ვერც ვერაფერს. იმ ნიადაგზე დგას, გინდა თუ არ გინდა. თუმცა მერე ეს უკვე აღარ არის ასე და შეიძლება ვიღაცა ვინც ქმნის ამ ძირით ელინურ შუასაუკუნოვან ხელოვნებას იყოს სლავი, ან იყოს ასური, მაგრამ მისი კულტურის საფუძველი ის რაშიც ის შევიდა, ის ბერძნულ ძირზეა. ასე მგონია ყოს ხო, შეიძლება ვცდები. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ხოლოდ ჩვენ შეიძლება მართლა ვერ გავარჩიოთ, აი მაგალითად ძალიან მიჭირს უცებ ვერ ვცნობ დავუშვათ კორეულს ან ვიეტნამურს. მაგრამ იყო ასეთი რაღაცა წიგნი წავიკითხე კორეულ ხელოვნებაზე და როცა ვკითხულობდი რაღაცა ხნის შემდეგ თვალი ცნობდა. უკვე ვხედავდი რომ ეს ჩინური არ არის, ეს იაპონური არ არის. აი კი გავს, მაგრამ რაღაც სხვა. ახლა დღეს ალბათ ისევ ვერ ვიცნობ, მაგრამ აი რომ ჩაუждდეს ადამიანი, ზუსტად იგივე რამ ხდება, როგორც სახეების აღქმის, ასე როგორც შორეული აღმოსავლეთის ხალხები ევროპელებს ხედავენ როგორც ერთ ადამიანს, ნუ სულ ბევრი შავგვრემას ან ქერას, ისევე ჩვენც ხომ ვერ ვარჩევთ იმ სახეებს. ისინი მაგალითად კორეელი, იაპონელი ერთმანეთს მაშინვე ცნობენ. მე პირადად ასე უცებ ამის შეცნობა არ შემიძლია. თუმცა ერთხელ ასე მოხდა, რომ რაღაცა 2 დღე მე მგონი თუ 3 დღე ზედიზედ ვუყურებდი რაღაცა მე მგონი იაპონურს. აი მესამე წელს უკვე ყველაფერს ვაცხოვებდი. თვალი შეეჩვია, გაჩვევა. აი თუ შენ ეს არ იცი და შორიდან უყურებ, მაშინ შეიძლება შეგექმნას ილუზია, რომ იქ სხვაობები არ არის, მაგრამ ეს არის. შენი თვალი უბრალოდ განრჩევას ვერ ახერხებს. ის ხედავს უზოგადეს საერთო ნიშნებს, მაგრამ ვერ ხედავს ინდივიდუალურ სხვაობებს, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებებს შორის, ისევე ეროვნულ ინდივიდუალებს შორისაც. ეს არის მიზეზი იმ ცნობილი ამბისა, რომ ხშირად ევროპელები ან თუნდაც რუსები, თქვათ ქართულს და სომხურს ერთმანეთისგან ვერ ასხოვებენ. თუმცა სინამდვილეში ეს ორი სრულებით განსხვავებული კულტურაა. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ. რა არის ახლა ეს საფუძველში, რა არის ეს კულტურის განსხვავებულობა? როგორც ჩანს, თავი და თავი აქ არის ის, რომ ყოველ კულტურას მოაქვს სხვა კუთხე ქვეყნიერების ხედვისა. არა ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ჭეშმარიტება რა თქმა უნდა ერთია და კულტურა შეიძლება ცდებოდეს. კულტურა, რომელიც ცემს თაყვანს ნიანგს, ცდება, უბრალოდ ცდება. ნიანგი ღვთაება არ არის. სხვა ამბავია, რომ ის მასში განჭრեց ღვთაებრივ საწყის, მაგრამ შემღვრეულია მისი ხედვა ნამდვილად. ეს ასეა, მაგრამ
შეიძლება ერთი ჭეშმარიტების აღიარებისას სხვადასხვა მხრიდან შეხედო მას. შეიძლება შენმა კუთხემ კიდევაც შეცდომაში შეგიყვანოს. შეიძლება. მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია. და როდესაც შენ დავუშვათ იქ არ ვიცი, ინდოელი ხარ და აღარ გჯერა რომ დედამიწა სამ ვეშაპზე დგას. მაგრამ შენ ინდოელობა ამით შეიცვლება? ფიქრობ რომ არა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მართლმადიდებელი ჩინელი მაგალითად სხვაგვარად განიცდის მართლმადიდებლობას ვიდრე ქართველი ან რუსი ან ბულგარელი. აქ არის სწორედ საქმე ჭეშმარიტების განცდაში, იმაში თუ ჭეშმარიტების რომელი ასპექტია შენთვის მახლობელი, ჭეშმარიტი კი არა ახლობელი, რომელი გეახლოვება. აი მაგალითად ისევ ქართული და სომხური კულტურის მაგალითი რომ ავიღოთ, ხო? ჩვენ დაახლოებით ერთი ხვედრი გვაქვს. გაუთავებელი ომი, გაუთავებელი უბედურება, გაუთავებელი აწიოკება. მაგრამ სომხური კულტურა აღიქვამს თავის არსებობას როგორც ერთ გაბმულ ტრაგედიას. და მაშინაც კი, როდესაც სომხური ხელოვნება არის თითქოს რომ შეხედავ, აფერადებული, ხალისიანი, ასეთ შეიძლება იყოს მაგალითად მე-13 საუკუნის მინიატიურები. დახედავ და ზეიმია პირდაპირ ფერები, თოროს როსლინი ვთქვათ. კილიკიელი სომეხი მინიატურისტი, არაჩვეულებრივი, ვასპურაკანის სკოლის მე-12-13 საუკუნის მინიატიურები ისე ძალიან ფერად. ან ნატიროს სარიანი. როცა ცოტა ჩააკვირდები, აღმოაჩენ რომ ყველგან წვეტებია, ყველგან რაღაცა წამახულია, ყველაფერი საშინლად დაძაბულია, საშინლად, ძალიან დრამატული აღქმა ყველაფრის. ტრაგიკულობის ზღვრამდე მისული ან პირდაპირ ტრაგიკული და შეიძლება დაიბადოს არის ესეთი თარგმანჩაცის სახარება, სადაც ძირითადია რომ დახედავ პირველ ეს არის ძალიან მუქი ლურჯის და ძალიან კაშკაშა წითლის დაპირისპირება და ეს არის ისეთი დრამა ორი ფერის ჭიდილია პირდაპირ მთელი ხელნაწერი. ეს უკიდურესი გამოვლინებაა რა თქმა უნდა, მაგრამ თქვათ ქართულ მხატვრობაში ასეთი რამ არ არის. ჩვენს გვაქვს ხელნაწერი, სადაც ბევრი ლურჯი და ბევრი წითელია. ზატიკი ლარგვისის, მაგრამ იქ შეფარდება კონტრასტამდე არ მიდის ისინი ტონალურად მიახლოებული ერთმანეთთან იგივე ფერები თქვენ სრულებით სხვა რამეს გაძლევთ. აი აქ ამაში არის სხვადასხვა ხედვა. ხშირად ვკითხულობ ხოლმე ადამიანმა რომ არ იცოდეს რაზე არის სიმღერა შავლეგო ან რაზე არის სიმღერა მთლათემ წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა ალვის ხის ჩამონათალი. არიცი თქვენ რაშია საქმე და გესმით რაღაცა ხალისიან. და მერე ბოლოსკენ საზრულობ რომ თურმე ეს დადირება, თურმე ეს არის გოდება, მაგრამ ეს ყურს არ ესმის. ან სვანური ზარი რომ არის. ახლა ის არ არის შეიძლება ძალიან ისეთი როგორ გითხრათ, ყურის დამაამებელ გამახალისებელი, მაგრამ განა იქ სადიდებელი უფრო არის მის ვიდრე ვაი ეს რა და მემართა ქართული ხელოვნების თემა არ არის. ჩვენი ხელოვნება შეიძლება რაღაცა გამონაკლისები მოიდებს დღევანდელი პროზა მაგალითად რომელიც წუწუნებს გაუთავებლად და მე თუ მკითხავთ ძალიან შემაწუხებელია მისი კითხვა პროფესიულად უფრო ხშირად ეს ყველაფერი კარგად არის დაწერილი, მაგრამ რა ვიცი, ნამეტანი უღიმღამოა ეს ყოფა და რომელსაც ისინი ეს დღევანდელი ლიტერატურა აღწერს ან დღევანდელი კინემატოგრაფი. მე მაგალითად არ მინდება ამ ფილმების ყურება. მე ვერ ვცნობ იქ ჩემ ქვეყანას. განა იმიტომ რომ ის მოვლენები არ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ქართული კულტურა ყოველთვის ხედავს ყველაფრის მიღმა, ყოველთვის იმედს ხედავს. ჩვენ იმედიანი კულტურა ვართ. ვიღაცამ შეიძლება ეს ქარაფშუტობა ჩაგვითვალოს, მაგრამ ასე ვხედავთ ჩვენ. ბარათაშვილი გახსოვთ ყველას ალბათ როგორ ამთავრებს შემოღამებას მთაწმინდაზე. სევდა გულისაო, ნუ გესამა შენგან მიიღებს რომ გათენდება დილამზიან და ყოველს ბინსა ის განანათლებს. ეს არის ქართული კულტურის პასუხი ყოველგვარ გასაჭირს და ყოველგვარ ბნელს. ნებისმიერ ვითარებაში ჩვენ რაღაცის იმედით ვართ და ეს იმედი როგორც წესი სუსტი არ არის. ამიტომ არის რომ ნებისმიერი დრამატულობა ჩვენს ხელოვნებაში ან არის აი ესეთი უღიმღამო წაბაძვითი როგორც დღეს მე მაინც მეჩვენება რომ არაბუნებრივი და არაორგანულია ძალიან ბევრი რამ. საფუძველი მას აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ შინაგანობაში, მაგრამ ბოლომდე ბუნებრივი მაინც არ ამგონია. ან კიდევ საბოლოო ჯამში იქ განიჭვრიტება რაღაცა ესთეტიკური.
ესთეტიკურად მშვენიერი, ანუ სიკეთის ნიშნის მატარებელი. და სადაც სიკეთე, იქ აუცილებლად იმედიც არის. ფიქრობ, რომ ასეთივე სხვადასხვაობები არის სხვა კულტურებს შორის, ფრანგული და გერმანული ვახსენე, ხომ უკვე. გერმანული კულტურა სიტყვაც კი აქვს, რომელიც მე მგონი არავითარ სხვა ენაში არ არის. Grübelei. ეს ნიშნავს ასეთ ნატვრა ფიქრი ასეთი ჩაკვირვება ერთად. ადამიანი რომელიც გაერთო ფიქრით და თითქმის რომ რეალობა დაკარგა. ახლა აკეთებ მე არ მეგულება სხვა ენაში ზმნა რომელიც ამ მდგომარეობას გამოხატავდეს. მაგრამ გერმანულ თუმწერლობაში, გერმანულ მუსიკაში ჩემთვის ყველაზე თვალსაჩინოდ ეს ბრამსთან არის ასე მელოდია, რომელიც ვერ მიდის ბოლომდე. აი თითქოს რაღაცაში თუნდა დაბოლომდე უცებ ხვეულს აკეთებს და ტრიალებს ასე. ძალიან გავს გერმანული აზროვნების წესი, შეიძლება უკვე ბეთჰოვენთან იყოს. ფრანგული ყველაფერი არის სხვანაირი, ყოველთვის არის მიდრეკილება მკაფიოებისადმი. ჩემი მოგონილი არ არის ეს მეგობრების და თანა გამზრახების ხელოვნებას გულისხმობ ცხადია. ესპანელი პაბლო პიკასოს თუ კატალონიელი უნდა დაუდახო აღარ ვიცი და ფრანგი ჟორჟ ბრაკის კუბისტური ნამუშევრები. თითქოს ერთი და იგივე ჩააკვირდები და იმ ბრაკთან ისეთი ცხადი კონსტრუქციებია, ამასთან არა, ამასთან რაღაცა სხვა საწყისი ძალობს, უფრო მეტი რაღაცა დრამატულობა არის იქაც, რაღაცა საწყისების შეხლა შემოხლა, რაღაცა ფანტასმაგორიულობა. იქ არა, იქ ლოგიკური სიცხადე არის. კულტურების სვისებებია ესა სხვადასხვა კულტურების. რომელსაც ახლა შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს, რომ პარიზში მცხოვრები ხაიმ სუტინი ან მარკ შაგალი ფრანგული მხატვრობაა? არ არის, რა თქმა უნდა. ან ვან გოგი ფრანგული მხატვრობა არ არის, თუმცა მისი ფერადოვანი ტექნიკა ნამდვილად პარიზელი იმპრესიონისტებისგან მოდის, ხო? მე მგონია, რომ ალფრედ სისლეიც კი ვერ არის მთლად ისეთი იმპრესიონისტი, როგორც მონე. იმიტომ რომ სხვა კულტურიდან მოდის, სხვა საწყისიდან მოდის. ასე რომ უნდათ ეს ადამიანებს თუ არ უნდათ და ვიღაცებს ძალიან არ უნდათ, ეს საწყისი არსებობს ოღონდ. ეხლა უნდა დავსვათ საკითხი. როდესაც ლიბერალების გასაღიზიანებლად ადამიანი, თქვათ ივანე ჯავახიშვილი წერს ქართველი ერის ისტორიას. მას ეს ეთვლება დღეს ნაციონალი რაღაცა საშინელებად. ახლა დავსვათ კითხვა ასე. შეუძლებელია დაიწეროს ისტორია, როგორც ერის ჩამოყალიბების ისტორია? განა ერი არ ყალიბდება, მე მგონი ყალიბდება. კი ბატონო, თქვას ვიღაცამ, რომ არსებობს სხვა ასპექტები. ფიქრობ, რომ მარტო ივანე ჯავახიშვილი უარყოფს ამ სხვა ასპექტებს, მაგრამ მან ეს ასპექტი აირჩია. ის სწავლობს საქართველოს ისტორიას ამ კუთხით, როგორ ყალიბდება ქართველი ერი. ვიღაცას უნდა სხვა ასპექტი, ხო? კი ბატონო. არაფერი ამაში არ არის. ვიღაცას საინტერესებს მაგალითად, როგორ შემოდის ამიერკავკასიის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტომები ერები და როგორ თანაცხოვრობენ ისინი სხვა ეტაპზე. ძალიან საინტერესო კითხვაა. კი ბატონო, მაგრამ ეს გააუქმებს იმ ასპექტს? გონებ რომ არა. ვფიქრობ რომ მოვლენა ერი არსებობს, კიდევ ამბობ, მოსტონს ეს ვიღაცას თუ არ მოსტონს, ეს მოვლენა არის. რა კი ის არის, მას აქვს თავგადასავალი, მას აქვს დასაწყისი, განვითარება და ბოლო. ეგევე არის ეროვნული კულტურაც, რომელიც კიდევ შემიძლია დავადასტურო, პირადად ჩემთვის არის არსება ერისა. მასაც აქვს გარკვეული ისტორია, მასაც აქვს გარკვეული საფეხურები. მე მეჩვენება სავსებით კანონზომიერებ, თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს ამას. ვინდა რაღაცა სხვას მივადევნოთ თვალი, კი ბატონო, მაგრამ ის ასპექტი თავისთავად მე ვფიქრობ, გასაუქმებელი ვერ არის. იგივე არის ეროვნულობის საკითხი მხატვრულ შემოქმედებაში. ვიღაცას აინტერესებს, ბავშვად ზოგადად მოვლენა რეალიზმი. და არ აინტერესებს რა განსხვავება აქვს, თქვათ, ინგლისურ და თუნდაც შეერთებული შტატების რეალიზმს შორის და არის. არ არის ერთი და იგივე ლიტერატურა. აქ ხარისხი არ არის ლაპარაკი თვისებრიობაზე. თქვათ, თომას ჰარდი და ბრეთ ჰარდი არ არის ერთი და იგივე ლიტერატურა. არ არის. უკვე ედგარ პო არ არის ის ლიტერატურა, რაც ინგლისშია, თუმცა მგონი ინგლისელები მას თავისად განიხილავენ. უკვე ის აღარ არის. მარკ ტვენი ახლა ეს იგივე არის, რაც ბერნარდ შოუ არ არის, თუმცა ორივე არის ნახევრად იუმორისტი, ორივე ინგლისურად წერს.
და ორივე ალბათ შექსპირის მზეს ფიცულობს, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის ერთი და იგივე ლიტერატურა. უკვე სხვადასხვა კულტურებია. მიუხედავად ერთი ენისა. ხო, მით უმეტეს ასე არის ეს სხვა კულტურებში, ხო? მაგრამ თქვა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. კი ბატონო, და ვიღაცა სწავლობს თავისთავად რა არის, ხა ეს რეალიზმი ძალიან პირობითია სინამდვილეში, ის პირობითობა არის ერთგვარი, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, რომელიც ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ახმადი ნიშნების წინ წამოწევას გულისხმობს და პირველ ყოვლისა აი მას უყურებს, რასაც თვალი ყოველწამიერად ხედავს, უშუალოდ ხედავს. და ნაკლებად ცდილობს, უბრალოდ სხვა გზით ცდილობს შევიდეს საგანთა არსებაში, მათი გარეგნობიდან შედის არსებაში. ვიღაცა პირდაპირ არსებისკენ მიისწრაფის და გარეგნული ნიშნების გაქრობას უფრო ესწრაფის. ხა შეიძლება ადამიანებმა იკამათონ რომელი არის სწორი. მე მგონია რომ როცა ვლაპარაკი გვაქვს შედევრებზე, ორივეც ძალიან სწორია. გააჩნია რა მნიშვნელობა ბოლოს რომელი გზით მიხვედი არსებისკენ, ხო? თავარია რა დაინახე შენ იქ სადამდე შეხვედი ჭეშმარიტებაში, სადამდე მოახერხე ჭეშმარიტებას დაემოწმო და როგორ გამოიტანე ეს გარეთ და საცნობი როგორ გახადე ეს ხვებისთვის. სხვა რა არის ხათული შემოქმედება. წვდომა და შემდეგ მისი გადაწოდება. შეიძლება უფაქიზესი და უღრმესი შემგრძნები იყოს ადამიანი და ბევრი ასეთი ღვთისმწყალობით, მაგრამ ის ამ თავის განაცაც ვერ აყალიბებს ისეთ საყოველთაოდ მისაწვდომ, უბრალოდ საყოველთაოდ გულმისატან ფორმად, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს ადამიანებს. შეიძლება საერთოდ ვერ გამოჰქონდეს, ვერც ლექსად, ვერც სურათად, ვერც ხანგად, მაგრამ იყოს ძალიან ღრმად შემგზნობი მოვლენებისას და ხელოვნებისას. ჩვეულებრივ ასეთი ადამიანები არიან ხოლმე ძალიან კარგი დამფასებლები კულტურის. საუბედუროდ დღევანდელობა არ უტოვებს ადგილს ადამიანებს, რომლებიც უმთავრესად აღმქმელები არიან და არა შემქმნელები. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ფუნქცია, მაგრამ აწინდელი ცხოვრება მაინდამაინც მათ ხელს არ უწყობს, ის აიძულებს ადამიანს აკეთოს რაღაცა და მაშინ როცა შესაძლოა ის სხვა რაღაცისთვის იყოს მოწოდებული, რაც კიდევ ამბობ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ნუ რას იზამ ახლა. ხვალ შეიძლება ისევ სხვანაირად იყოს. ასეა თუ ისე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეროვნული ასპექტები არსებობს, მაგრამ აქ დგება ერთი საკითხი. მე-19 საუკუნის აქეთ ძალიან ხშირად ეროვნული ჟღერს როგორც ღირებული. არის თუ არა ეროვნულობა ღირებულება? ალბათ მაინც არა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეროვნულობა არის ღირებულება იმდენად, რამდენადაც ღირებულს გზას აძლევს. თუ მე ვლაპარაკობ ჩემ ენაზე, რომელიც ჩემთვის ბუნებრივია, მე ალბათ უკეთესად გამოვთქვამ ჩემს აზრს, ვიდრე სხვა, თუნდაც ჩემს მიერ ძალიან კარგად შესწავლილ ენაზე. არაჩვეულებრივი მაგალითი, ალბათ მე ეს მაგალითი ალბათ უკვე მოვიტანე ადრე, უბრალოდ არ მახსოვს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ძალიან კარგი არის ამ მხრივ დაკვირვება რუსულენოვან, თუნდაც ქართველებზე. მე ვიცნობდი ერთ ძალიან კეთილშობილ და კარგ ქალბატონს, რომელიც მწერალი იყო, წერდა რუსულად, ასე მოხდა რომ რუსეთში გაეზარდა და იმ ზომამდე ქართველი ქალი იყო. ქართული ვერ შეისწავლა რომ ეწერა, შემდეგ ითარგმნებოდა მისი ნაწერები. მისი რუსული და სხვა ენა მან სამწერლობო არ იცოდა, აბსოლუტურად არაბუნებრივი რუსულია, თუმცა ის რუსეთში გაეზარდა. ეს არ არის რუსული, ეს არის რუსული სიტყვებით დაწერილი რაღაც სხვა. მე არც ვიცი ეს რა არის, ახლა ამის გაანალიზება მცლად ჩემი ცოდნის ფარგლებს ცილდება, მაგრამ მე მეჩვენება რომ არის სხვა რიტმი იქ. მაგალითად მამა ჩემს ხან ქართულად უწევდა წერა, ხან რუსულად, ხა ორივე ემარჯვებოდა. და ერთხელ მითხრა თეორიული ბიოლოგიური წიგნი დაწერა და იქ იყო ისეთი მეთოდოლოგიური შესავალი, რომელიც გაგება შემეძლო. ბიოლოგიას მე ვეღარ გავიგებდი. და მითხრა რომ აი მოსკოველებმა წერესო თუ მითხესო რომ რა სანიმუშო რუსული არისო. ჩავიხედე, წავიკითხე ეს რაც მესმოდა და უთხარი რომ კი არა ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ ეს რუსული არ არის და რატომო და მითხრა არ ვიცი მეთქი, მაგრამ არ არის რუსული ასე არ ჟღერს. ეს არ არის რუსული ქსოვილი. სხვა შორის ერთი სამჯერ უფრო მოკლე იყო ვიდრე რუსი დაწერდა. ესეც კიდევ ჩვენი საოცარი თვისება რომ ყველაფერი გამოგდის უფრო მოკლე. დიდოსტატის მარჯვენა გერმანულად რომ ყოფილიყო დაწერილი 4 ტომიანი რომანი იქნებოდა. დავით აღმაშენებელი ალბათ 10 ტომი. ასე მგონია.
ასე გმირთავარა მე არ ვიცი რა გადაიქცეოდა ეს რომ ყოფილიყო რუსი მწერლის ხელიდან გამოსული თხზულება არ გათავდებოდა ალბათ არასოდეს და იქნებოდა ეს მთელი კარადა აქ სამ მართალიას ქერდა ჩვენ ძალიან გვედიდება სინამდვილეში იმ მოცულობის თვალსაჩინო რაც იქ არის დატეული ის ძალიანად პატარა კარგად წერენ მაგრამ ეს არ არის ის ენა ეს არის სხვა ენა და შეიძლება აკიმაბობ ადამიანმა თითქოს ეს თავისი ენა სულ არის ის მაგრამ სანამ ის ამ ერში რჩება მის ფსიქიკას იზიარებს ის აკეთებს რაღაცა სხვას გინდა ცხვის ენაზე და რა კი ეს მისთვის ბუნებრივი არ არის ცხადია ის ხარისხი არ გამოდის გამოდის რაღაცა ხელოვნურობა და იქაც ვერ ხდება იმის მწერალი ვერ ხდება და ამის მწერალი ვერ არის აი ამ თვალსაზრისით ეროვნულობა არის ღირებული ის აძლევს ადამიანს საშუალებას უფრო გამოავლინოს მისთვის ღვთივბოდებული ნიჭიერება მაგრამ შედეგის ღირებულება ეროვნულობით მხოლოდ იწყება თქვენ შეიძლება არის სხვა ენა ხომ წერთ მარტო ქართულად და ეს ენა ქართული კარგად იცით კარგად გძნობთ მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ შეიძლება დაწეროთ რაღაცა სრულებით უღიმღამო იმიტომ რომ წერილური ნიჭი არ გაქვთ და ვიღაცამ დაწეროს შედევრი იმავე მოცემულობით ერთის თავისი ერის კუთვნილება იქნება და მეორეც მაგრამ ღირებულებას ეს არ განსაზღვრავს აი აქ უკვე ჩვენ ძალიან უნდა გავფრთხილდეთ და არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ღირებული და თვისება როგორც ვთქვათ ქერაობა ან შავგვრემანობა არ არის ღირსება არ არის ღირებულება არამედ მხოლოდ თვისება ეროვნულობაც თვისება მაგრამ ჩნდება ხოლმე ისეთი გარემოებები ისეთი ვითარებები როდესაც კულტურას მართლაც ემუქრება მოძალება სხვისი როგორც აი საკუთარის გამოთქმის ხელის შემშლელი აი მაშინ ძაფრდება როგორც ეთყობა და ეს ძალიან თვალსაჩინო შეიქმნა სწორედ მე-18 საუკუნეში ევროპაში მე-19 საუკუნეში ჩვენშიც მაგალითად თავის დაკარგვის თავისი კარგის და დადებითის შენი საკუთარი კულტურის მიერ დანახulis მიკარგვისა და დაშლის საშიშროება გაჩნდა და ამის პასუხად გამძაფრდა მოთხოვნილება ეროვნულობის. ასეთი რამ ხდება ყველგან და მოხდა ჩვენშიც. და აი სწორედ 1910-იანი წლების ხელოვანთა თაობამ მოიტანა ეროვნულობაზე ფიქრი როგორც შეგნებული ამოცანა. ისინი არა უბრალოდ ხატავენ ისე როგორც ეუბნებათ მათი ბუნება, არამედ ცდილობენ გააცნობიერონ რა არის ეს მათი ბუნება, რომ არ გახდნენ რაღაცა გარეშეს, გარედან მოტანილის და მათთვის არაბუნებრივის მსხვერპლი, რომ სხვათაგან ნასწავლი მათთვის ტვირთად არ გადაიქცეს. იყოს სახსარი განვითარების, მაგრამ არ იყოს მახე, რომელშიც გაებმებიან და საკუთარ სათქმელის გამოხატვას ვეღარ მოახერხებენ. ამ თაობისთვის ეს შეგნებული ამოცანა, ეს ასე არ იყო 11, 13, 17 საუკუნეში. ქართველი ხელოვანი ქართულ ხელოვნებას ქმნიდა, ნამდვილად თავისებურ ხელოვნებას ქმნიდა, მაგრამ ის ამაზე არ ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძლიერი იყო კიდეც მოძალება გარედან, მაინც ასე იყო. თუმცა ბახუშტი ბატონიშვილი ხომ ლაპარაკობს იმაზე, როგორ შემოიჭრა მე-17 საუკუნის საქართველოში ყიზილბაშური ჩვევები და ეს ძალიანაც არ მოსწონს და იქნებ რაც მან ასე გამოთქვა, სხვებსაც ადარდებდათ. ეგება და როდესაც ანტონი კათალიკოსის სკოლის მწერლები რაღაცა ძალიან ვლარწმის და ძნელად წასაკითხს წერდნენ, ვითომ და მე-12 საუკუნის ქართულით. ვერ იყო მაინდა-მაინც ის, მაგრამ მათ როგორც უნდოდათ, ხო? იქნებ ეს იყო რეაქცია სხვა პოეტების, თქვათ, ბესარიონ გაბაშვილის ბესიკის და მისი წრის პოეტების წასფარსულებებზე. ეგებდა ასე იყო. და უბრალოდ ჩვენ ამას ვერ ხვდებით და ვერ კითხულობთ რიგიანად. ან შეიძლება კიდევ რაღაცას უნდა მიაქცეს ყურადღება. შეიძლება ასე იყო, მაგრამ ასეთი სიმძაფრით, როგორც ეს მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისში არის ჩვენში, თითქოს და ამ ეროვნული მეს, ეროვნული რაგვარობის, შენარჩუნების
როგორც ღირებული შექმნის პირობის, როგორც იმ საკუთარი ამ კულტურაში დაბადებული სათქმელისა და მსოფლ განცდის უკეთ და უფრო სრულყოფილად გამოხატვის პირობის დაცვა და დამკვიდრება ასეთი სიმძაფრით ეს ამოცანა მაინც არ დასმულა. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ უკვე ამ ცალკეულ ხელოვნებზე, ახლა ხელოვანთა შესახებ ალბათ ვერ ვისაუბროთ იმ თვალსაზრისით, რომ მე ვერავის დავანახებ იმ სურათებს და ქანდაკებებს, ბუნებრივია, რომელსაც ისინი ქმნიდნენ, მაგრამ იმ ძირითად რაღაცა მახასიათებლებზე თუ საკითხებზე, რომლებსაც ეჭიდებოდნენ თავის შემოქმედებაში თუ თავის ნაადრჯში, როცა გვექნება საუბარი, ეს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. სხვა გვარობა აქ იმაში კი არ არის, რომ ისინი ქართველი მხატვრები იყვნენ. ქართველი მხატვარი იყო მე-9 საუკუნის კაციც, რომელიც დოდორქის მონასტერში მაცხოვარს ხატავდა. არამედ ისინი თავის ქართულობაზე საგანგებოდ ზრუნავენ და ეს გარკვეულ სხვანაირობას ძენს იმასაც, რასაც ისინი აკეთებენ. და ყველა შემთხვევაში ეს სხვა კონტურს აძლევს იმდროინდელ ჩვენს ცნობიერსა და კულტურულ ჩვენ შემოქმედებით ცხოვრებას. თუ როგორი იყო ეს უფრო ნიშანდობლივ, ამაზე უკვე შემდგომ ვისაუბრებთ. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომაზე ყოველ შაბათ 3 საათზე დიმიტრი თუმანიშვილი გაგვიზიარებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების შესახებ.